ერთ-ერთი უძველესი ქალაქი საქართველოში. ცნობილი ისტორიული ძეგლებით, ძველი და ახალი დასახლებებით, მუზეუმებითა და საზოგადო მოღვაწეებით. მდებარეობს შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან. არქეოლოგიური მასალები ადასტურებს, რომ აქ ქალაქური ტიპის დასახლება ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში უნდა ყოფილიყო. გორის მთლიანად მთელი ისტორია დაკავშირებულია გორის ციხესთან. რომ არა ეს ბუნებრივი წარმოშობის ბორცვი, აქ ლიახვისა და მტკვრის შესართავთან შეიძლებოდა აქ ქალაქი არც დაფუძნებულიყო თავის დროზე. ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში აქ იყო ესეთი ხმელთაშუაზღვისპირული ტიპის ქალაქი, ალბათ ქალაქი, ან და ვთქვათ მარტო ციხე. მატიანეებში გორი მე-7 საუკუნიდან გვხვდება, თუმცა გორისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირებენ. ეს უნდა ყოფილიყო ციხე სტრატეგიულ ადგილას, რომელიც გააკონტროლებდა გზებს. მის გარშემო კი უნდა განვითარებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. ეს ყოველთვის იყო ქალაქი თავისი ურბანული ცხოვრებით. მიდრეკილება, რომ მოსახლეობას დამოუკიდებლად ემართა ქალაქი, გორს ყოველთვის ჰქონდა. ისტორიკოსი ელდარ მამისთვალოვი წერს, რომ მათ რამდენჯერმე მეფისათვის მიუმართავთ თხოვნით. მშვიდობიანობის დროს ციხისთავი ქალაქში არ ყოფილიყო, რადგან მოსახლეობა წუხდებოდა. დღეს გორი საქართველოს 13 თვითმმართველი ქალაქიდან ერთ-ერთია. გორი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. გორის სიახლოვეს გადის საქართველოს 2 მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტომაგისტრალი. გორში ბევრი ღირსშესანიშნაობაა. გორის ციხე, საკათედრო ტაძარი, თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, უფლისციხე და ატენის სიონი. ტაძარი გორიჯვარი. ქალაქ გორის პირისპირ თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე გორიჯვრის მთაზე ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე 2 ეკლესია იდგა. მონასტრის ტერიტორიაზე ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. 1920 წლის მიწისძვრამ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. ტაძარი 1978-1988 წლებში აღდგა. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. გორში ყოველთვის ძლიერი იყო კულტურული საგანმანათლებლო კერა. მეფის რუსეთის დროს ქალაქში სპეციალური საბჭოც არსებობდა, რომელიც კულტურული ცხოვრების განვითარებას უწყობდა ხელს. გორთან არის დაკავშირებული იაკობ გოგებაშვილის, ნიკოლო მოურის და სოფრომ გალობლიშვილის სახელები. აქ შეიქმნა პირველი საოსტატო სემინარიაც. გორში მოგეხსენებათ პირველი საოსტატო სემინარია, სამასწავლებლო სემინარია არსებობდა. ეს იყო ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო ცენტრი. ვაჟა-ფშაველა სწავლობდა აქ. ძალიან ბევრი ვინმე ჩამოთვლა შეიძლება ვისაც აქ უსწავლია. აი ეს საოსტატო სემინარია შემდგომ უკვე საბჭოთა ეპოქაში გვევლინება ჯერ რაღაც სამასწავლებლო ტექნიკუმად და შემდეგ გორის პედაგოგიურ სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტად, რომელიც არის საგანმანათლებლო ცენტრი, დღეს ის არსებობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახით. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება გორში. ძველი საოსტატო სემინარიის შენობაში საჯარო სკოლაა განთავსებული. ქალაქში არის გორის ინსტიტუტი და სასულიერო გიმნაზია. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზია 2006 წელს გაიხსნა ძველი სასულიერო სემინარიის შენობაში. შენობა, რომელშიც გიმნაზია ფუნქციონირებს, ისტორიულია. 1888 წელს აშენდა გორის სასულიერო სასწავლებლისთვის, რომელიც 1817 წლიდან ფუნქციონირებდა გორში, ოღონდ სხვა შენობაში და ცოტა ხანში 200 წლის იუბილეც ექნება. ისტორიულია შენობა, ისტორიულია სასწავლებელი და მრავალი საქართველოს მნიშვნელოვანი პირი სწავლობდა და მოღვაწეობდა ამ შენობაში. უკვე მე-9 სასწავლო წელია, რაც ამ შენობაში გიმნაზია საქმიანობს, ზოგად საკანმანათლებლო დაწესებულება, პირველი მე-12 კლასი ჩვეულებრივ უკვე საქმიანობს. 2014 წელს ყავდა პირველი გამოშვება მე-12 კლასელებისა და საკმაოდ წარმატებულად დაამთავრეს სკოლა და გახდა ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი. ამჯერად 550 მოწაფეა გიმნაზიაში და
მიმდინარეობს სწავლება ყველა სტანდარტით გათვალისწინებული საქმის მიხედვით და ასევე არის დამატებითი საგნები, რომელიცაც სასულიერო მიმართულება აქვს, სწავლობენ ძველ ქართულს და არის მრავალი წრე, რომელშიც ჩვენი მოწაფეები არიან ჩართულები. პატრიარქები ეფრემ მეორე და ლეონიდე, იაკობ გოგებაშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, იოსებ ჯუღაშვილი ამ ადამიანებმა განათლება ამ კედლებში მიიღეს. გორი როგორც კულტურული და საგანმანათლებლო კერა ძალიან ესეთი სერიოზული ფუნქციის შემსრულებელი იყო ყოველთვის. შემთხვევით არ არის რომ ქალაქის ცენტრში დგას რამდენიმე ძეგლი. ერთი არის გიორგი ერისთავის თეატრის წინ და გიორგი ერისთავი ქართული თეატრის საერთოდ ერთ-ერთი ფუძემდებელია. არის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი. გორის თეატრი 169 წლისაა. პირველი საჯარო წარმოდგენა გორში 1845 წლის 26 ივლისს ჩატარდა. ამ დროიდან იწყება გორში სცენის მოყვარეთა წარმოდგენების გამართვა და აქედან იღებს სათავეს გორის თეატრიც. ცნობილია, რომ ქართული პროფესიული თეატრი სათავეს იღებს გიორგი ერისთავის პიესით „გაყრა“. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული პროფესიული თეატრის განვითარებაში. სწორედ ამ დამსახურებისთვის 1939 წელს გორის თეატრმა გიორგი ერისთავის სახელი მიიღო. პირველი წარმოდგენა ამ შენობაში იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე“ 1940 წელს გაიმართა. მას მერე დაიდგა უამრავი საინტერესო სპექტაკლი, რომლებმაც სახელი გაუთქვეს გორის თეატრს და რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ოქროს ფონდშია შესული. დღესაც თეატრი განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას. ამ ეტაპზე თეატრი აქტიურად მუშაობს, აქვს ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი, საკმაოდ ბევრი სპექტაკლები აქვს ახლა რეპერტუარის, დაახლოებით 21 სპექტაკლამდე არის. დასი არის მრავალრიცხოვანი და თვითონ თეატრის კოლექტივი არის 87 კაცამდე, ანუ ძლიერი შემადგენლობა. მოგესალმებით. მოუხევი ამათ ის რაც გუშინ მინახე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ალბათ აქტიური მუშაობის შედეგად გორის თეატრი დაიმკვიდრებს საკმაოდ აქტიურ საჭირო ადგილს საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში. ქალაქში ბევრია საზოგადო მოღვაწეების ძეგლები თუ მონუმენტები. გორთან არის დაკავშირებული ცნობილი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის, ნაციონალური ბალეტის დამაარსებლის, ილიკო სუხიშვილისა და მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელები. სოფელ ვარიანში დღესაც არის იაკობ გოგებაშვილის სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში დაცულია საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკისა და საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, წიგნადი ფონდი. მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები. საექსპოზიციო დარბაზში მწერლის ბიოგრაფიის სამსახველი ფოტოები და მისი ნაწარმოებების მიხედვით შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. აქ ინახება დედაენის მე-10 გამოცემა. ერთ-ერთ ოთახში არის სკოლა, რომელიც აქ იაკობს 1901 წელს გაუხსნია. სკოლაში 5 ბავშვი იყო და მათ იაკობის ძმა ალექსანდრე ასწავლიდათ. თანამედროვე გორის არქიტექტურა და დაგეგმარება განსხვავდება მისი პირვანდელი სახისგან. ქალაქის იერსახის შეცვლაზე დიდი გავლენა ჯერ გორის 1920 წლის მიწისძვრამ მოახდინა, რომლის დროსაც სერიოზულად დაზიანდა გორის ციხე და არაერთი კულტურული ძეგლი. შემდეგ კი საბჭოთა მმართველობა. საბჭოთა მმართველობამ გადაწყვიტა, რომ სერიოზულად უნდა ეცვალა გორისთვის სახე და ეს ჩვენ სადაც ვიმყოფებით ახლა სტალინის გამზირი, სწორედ მაგ დროს შეიქმნა სწორედ აი ამისათვის, რომ ყოფილიყო სტალინის გამზირი და ქალაქის ცენტრად უკვე მოიაზრებოდა არა გორის ციხე, არამედ მოიაზრებოდა ცენტრალური მოედანი, სადაც იდგა სტალინის ძეგლი. ამ ქუჩის საშუალებით მუზეუმი და რკინიგზის სადგური ერთმანეთს უყურებენ. ასეც იყო ჩაფიქრებული, რომ სადგურზე გაჩერებული მატარებლიდან მგზავრებს პირველი სტალინის მუზეუმი უნდა დაენახათ. დღევანდელი მუზეუმის შემადგენლობაშია იოსებ სტალინის მემორიალური სახლი.
ორსართულიანი საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი ვაგონი. მუზეუმი 1957 წელს გაიხსნა. შენობა მოპირკეთებულია ეკლესიისა და თეთრი მარმარილოს ქვებით. ჩუქურთმები, ორნამენტებით შემკული სვეტები და წითელი მარმარილოს ვესტიბიული ხაზს უსვამს საბჭოური არქიტექტურის პომპეზურობას. ჩვენი მუზეუმი შედგება თითქმის 6 დარბაზისგან. პირველ დარბაზში წარმოდგენილია მისი ბავშვობა, ყრმობა, სემინარიის პერიოდი და მისი მთელი რევოლუციური პერიოდი და მისი მოღვაწეობა მთლიანად. მეორე დარბაზი მოიცავს 1928 წლიდან 39 წლის ჩათვლით აღმშენებლობის პერიოდს საბჭოთა კავშირში. მესამე დარბაზი ეხება ომის თემას. მეოთხე დარბაზში განლაგებულია გამარჯვების ოთახს ვეძახით, იმიტომ რომ პარადია წარმოდგენილი. შემდეგ გვაქვს სამგლოვიარო დარბაზი, სადაც ნიღაბიდებს, გვაქვს საჩუქრების დარბაზი და ცალკე ოთახში გვაქვს მისი კაბინეტი, რომელიც გადმოგვიგზავნეს კრემლიდან 1985 წელს. მუზეუმში დამთვალიერებელი და ძალიან დიდი რაოდენობით არის, აი ამას უკვე ციფრი მეტყველებს თვითონ ზუსტად შემიძლია გითხრათ შარშანდელი მონაცემები, ჩვენ მივიღეთ 48650 კაცი. გორის იერსახეზე საუბრისას განსაკუთრებით საინტერესოა ეგრეთ წოდებული ძველი ხიდი. ეკონომიკური განვითარებისათვის გორში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მტკვარსა და ლიახვზე ხიდების აგებას. ჯერ კიდევ 1837 წლის ერთ-ერთი საბუთის მიხედვით გორში 7 ხის ხიდი ყოფილა. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში გორში რამდენჯერმე აუგიათ რკინის ხიდი, რადგან ძველი ხიდები წყალს მიჰქონდა. რკინის ხიდების აშენების ინიციატორი მთავარსარდალი გენერალი ციციანოვი ყოფილა. საბოლოოდ რკინა-ბეტონის ხიდი 1908 წელს ააგეს, რომლის გახსნას მეფისნაცვალი გრაფი ვორონცოვ დაშკოვი დასწრებია, როგორც ამას ისტორიკოსი ელდარ მამისთვალოვი წერს. გორის მუნიციპალიტეტში, როგორც შიდა ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრში, განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაცია და ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკას შეადგენს სოფლის მეურნეობა, შიდა მეურნეობის გადამუშავება, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, სხვა მომსახურება. გორის რაიონი ყოველთვის ცნობილი იყო უნიკალური ჯიშების, ჩინურის, გორული მწვანეს და თავკვერის ვენახებით. რაიონში ვენახების გაშენებისათვის არსებობს მიკროზონები: ხიდისთავის, ატენის, ქვახრელის, ბნავისის, მეჯვრისხევის, ქვეშის, ფლავის, ახალუბნის კავკასიონის მთის სამხრეთ ფერდობზე. სოფელ ატენში საოჯახო მარანი თითქმის ყველა ოჯახს აქვს. მოყვავს გორული, ატენური, ჩინური, ვიტყვით ჩინებული და თავკვერი. ძირითადად ჩვენ ამას მივდივართ. გორული მწვანე, საოცრად კარგი ღვინო, საოცრად კარგი მოსავალი იყო, კარგი რეალიზაციაც იყო, ბევრი დავწურეთ. აქ მოწეული ყურძენი და ღვინო განსხვავდება თითქმის სრულად საქართველოსგან. ატენში მოწეული ღვინო და ყურძენი რბილი, ხალისიანი, ჰაეროვანია. მევენახეობის ტრადიციებს ატენელი ახალგაზრდებიც აგრძელებენ. ვეწევით მცირე მეურნეობას, მოყავს გორული მწვანე და ჩინური, რომლისგანაც შემდეგ დგება ღვინო ატენური. არის ტურისტულ მარშრუტში ჩასმული ჩვენი მარანი, გაზაფხულობით ძირითადად მოდიან ტურისტები და გვაქვს ღვინის დეგუსტაცია. მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უნიკალური ზონაა მეხილეობის განვითარებისათვის. 1990 წლისთვის ხილის ბაღების ფართობები შეადგენდა 18000 ჰექტარს. რაიონის შემოსავლების 50%-ზე მეტი მეხილეობაზე მოდიოდა. დღეისათვის ბაღების საერთო ფართობი შემცირებულია. მოიშალა სამელიორაციო სისტემები, რადგან ტირიფონისა და სალთვისის მაგისტრალური სარწყავი არხები სათავეს ქალაქ ცხინვალიდან იღებს. ოსურ მხარეს კი წლების განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა აღნიშნული არხები. მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურმა სამსახურებმა მუშაობა შეწყვიტეს. დაიკარგა ტრადიციული ბაზარი. მუშაობა შეწყვიტეს ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა. კვლავ პრობლემად რჩება ხარისხიანი ხილის რეალიზაციის საქმე, რადგან ადგილობრივი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს მის რეალიზაციას. გორი მდებარეობს საკმაოდ დიდი სოციალ-ეკონომიკური ხარის ცენტრში, მისი წინამძღოლია და მისგან გამოყოფა შეიძლება და ეს წინამძღოლის ფუნქცია ყოველთვის უნდა იტვირთოს. ამ თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული ხელისშემშლელია
რუსული ექსპანსია. აგერა აქვე ახლოს ვცხოვრობთ 500 მეტრში არის კორპუსები ჩამსაგერა ჩემს სახლიდან. აქვე არის ცხინვალი ჩვენთან ახლოს. 200 ზვაში სხავს იყო ფუტკი. 200 ზვაში გაიქცა ეს ფუტკარი წავიდა, გაიქცა. ფუტკას არ უყვარს ის ხმაური, ომი, ბომბების სროლა და ისინი და წავიდა, დარჩა მარცარესკები აგერ არის. კი ბატონო. ჩემ წირო ტყვიებით ეცემოდნენ. არ მახსოვს. ომი არ მახსოვს როგორც გინდა თქვით. აი ისე გამოვიქიშე ტვინიდან. სოფელი ნიქოზი გორიდან 30 კილომეტრში და ცხინვალიდან რამდენიმე მეტრში. 2008 წლის შემდეგ ამ საზღვრისპირა სოფელში ცხოვრება შეიცვალა. ის რაც აქ ყველაზე მეტად იგრძნობა, სიჩუმეა. სახლების უმრავლესობა დაკეტილია. ახალგაზრდებმაც დატოვეს სოფელი. დარჩა მხოლოდ უფროსი თაობა და ისინიც აი ამ საგუშაგოს იმედით არიან. მაინც შიშის ქვეშა ვარ. ვენახში შიშით ვერ ჩავსულ ვარ შვილო. ეგეც ხო რაღაცაა, აბა ვენახში რო არ ჩახვიდე, მაგრამ უნდა გააკეთო. სოფელი კი არ შეიკრა, სოფელი უფრო დაიბნა. დაბუნებულები არიან, არ იციან ხვალდელ დღეს რასე რაელით. რა გააკეთონ? მოიღონ მისავალი, დათესონ, არ დათესონ. 300 ნაბიჯია საზღვრამდე. ასე გვეუბნება ბატონი თამაზი, რომელიც ყველაზე ახლოს ცხოვრობს საზღვართან. მისი სახლიდან კარგად მოჩანს მავთულ ხლართებს მიღმა დარჩენილი ცხინვალი. 250 მეტრაში, ან 300 მეტრამდე არის აქედან საზღვარი. მე და ჩემი მეუღლე ვარ. საშუალება არცად არ ავტოსასვლელიც არ აქვს. ვიფიქრე, მოდი აქ არა წავალ იქ, სადღაც წახვიდე. დღესდღეობით სოფელში შეიძლება იყოს 100-120 ოჯახი. მაცხოვრებელი, აი ნაღდი მაცხოვრებელი ყოველდღიურად ცხოვრობენ. სოფელში დარჩენილები ყოველ დღეს შრომაში ატარებენ, იმისთვის რომ თავი გაიტანონ, მაგრამ სარწყავი არხები, რომლებიც სათავეს ცხინვალიდან იღებს, დაკეტილია, რაც ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის აღებას ართულებს. ოსემა დაკეტეს და აი პატარა ტრუბო ჩაგდეს, აგერა ხო ხენან ტრუბო. აი ტრუბოა იმედზე არის ეს არხი. ამიტომ აქ არაფერი სარწყავი არ არის. ხალხი რჩება აი ძირთადად თავიანთ ზიდავენ ტრაქტორებს, რაღაცა ეგრეთ წყალი მამულებსა. შვიდობა იყოს, ასეთია თითოეული აქ მცხოვრების საფიქრარი. არსებულ რეალობას შეგუებულებს დროდადრო ცხინვალიდან მომავალი ქართული სიმღერის ხმა ავიწყებთ ხელოვნურ საზღვრებს. ოღონდ შვიდობა იყოს და ყველაფერს ავიტანთ კიდე ხალხს. ოღონდ შვილები ნუ დაგვიწიოყდებიან და ნუ შეშინდებიან რა ვქნათ. ქალაქიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს კლდეში ნაკვეთი ქალაქი უბლისციხე. კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. ძეგლის ისტორია იწყება ძველი წელთაღრიცხვის მეორე-პირველი ათასწლეულების მიჯნიდან. ეს იყო ქვეყნის უძლიერესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი ქალაქის იმდროინდელი ურბანული სტრუქტურა. ტაძარი, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების კლდოვანი დარბაზები, საიდუმლო გვირაბები, ქუჩები და მოედნები. სულ 2000-მდე ქვაბულია. მათ შორის გამორჩეულია თეატრონი და თამარის დარბაზი. თეატრონის ადგილას სავარაუდოდ ანტიკური თეატრი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია, რამაც მისი იერსახე შეცვალა. არასწორი რესტავრირების გამო იუნესკომ საკუთარი ნუსხიდან ამოიღო ეს უნიკალური ძეგლი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს სამკაულები, კერამიკის ნიმუშები, რომელიც მუზეუმში ინახება. კლდეში ნაკვეთი ქალაქი დღეს როგორც მუზეუმ-ნაკრძალი უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ატენის სიონი, რომელიც გორიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა მხარეს, კლდის კიდეზეა გაშენებული. ტაძარი მე-7 საუკუნით თარიღდება. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვა პირები. მოცემულია თარიღები და ცნობები. ამჟამად ტაძარში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
საინტერესოა გორის კულტურული ცხოვრება. ის ღონისძიებები თუ საღამოები, რომელიც აქ იმართება. გორს ყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი და ქალთა კამერული გუნდი. ქალთა კამერული გუნდი 1970 წელს ჩამოყალიბდა. დიდი ისტორია აქვს, მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებში. გუნდი დღესაც აგრძელებს ტრადიციებს და აქტიურად მუშაობს კიდევ უფრო დიდი წარმატებების მისაღწევად. გუნდი ეხლაც ძალიან აქტიურად მოღვაწეობს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოს ფარგლებში, იმიტომ რომ რაღაც ფინანსების პრობლემა არის როგორც ყოველთვის, მაგრამ მოწვევა იყო შარშან ლონდონიდან, ეხლა არის შემოთავაზება შეერთებული შტატებიდან, ლონდონი არ გამოვიდა ფინანსების გამო და შეერთებულ შტატებსაც ველოდებით, არ ვიცით რა იქნება. გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს და მე ძალიან მიხარია რომ თვითონ საქართველოსიც უნდა იყოს გუნდი აქტიური, მაგრამ საქართველოს ფარგლებს გარეთაც თუ გავალთ, ეს იქნება საქართველოსთვის კარგი პირველ რიგში, კულტურით ვიწონებთ ყოველთვის თავს და რა ვიცი, ჩემი აზრით ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამას. გორის ქორეოგრაფიული ანსამბლი რამდენიმე წელია არსებობს და პოპულარობით სარგებლობს აქაურ ახალგაზრდებში. ანსამბლს უკვე აქვს წარმატებები. ყალიბდება ანსამბლი. ძირითადად ახალგაზრდა ბიჭი გოგოები არიან. ჩვენ გვინდა რომ გორში იყოს როგორც ტრადიცია გვეუბნება და კარნახობს. კარგი ანსამბლი უნდა შევქმნათ, უნდა გავაკეთოთ პროფესიონალ დონეზე. ეს ანსამბლი ვცდილობთ რომ გორი წარმოვაჩინოთ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. გორი არაერთი ჩემპიონის ქალაქია. სპორტის სხვადასხვა სახეობებში გორელმა სპორტსმენებმა წლების განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს საერთაშორისო ასპარეზზე. შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ლაშა შავდათუაშვილი და კიდევ ბევრი სხვა. მათ სახელებს დღეს არა მარტო გორი, არამედ მსოფლიო იცნობს. გორი ინარჩუნებს და აგრძელებს ამ ტრადიციას. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტსკოლა კიდევ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ამზადებს. სპორტის ყველაზე პოპულარულ და წამყვან სახეობებად ისევ რჩება ძიუდო და კრივი. ბოლო წლებში აი ამ სკოლაში თითქმის გაორმაგდა მოვარჯიშეთა რაოდენობა. დაახლოებით 1500-მდე, 1200-დან 1500-მდე ბავშვი ვარჯიშობს ამჟამად. ამ ცენტრალური სასპორტო სკოლის აღსაზრდელები ძალიან წარმატებით ასპარეზობენ. როგორც ძიუდოში, ასე თავისუფალ ჭიდაობაში მარტო ავიღოთ ხინჩაგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, გიორგი ოქშელიძე და სხვები, რომლებიც არაერთხელ არა მარტო ამ სკოლის სახელი და გორის სახელი, არამედ ქვეყნის სახელი გაიტანეს. მე მდოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებული სკოლა იქნება, კიდევ უფრო ახალი სახეობები დაენერგება და ფიქრობთ, რომ გორი ისედაც ითვლება სპორტულ ქალაქად და უფრო მეტ ახალგაზრდას ჩავთავთ სპორტულ საქმიანობაში. 2004 წლიდან გორში არსებობს ანსამბლი გორი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამოსულ ვარ ძალიან ბევრი მიწვევები მქონია საქართველოს დღეებზე ვიყავით ბაქოში. იყო ესეთი რაღაცა ანსამბლი რუსთავთან ერთად მომღერლები და მოცეკვავები იყვნენ ანსამბლ რუსთავის წევრები. ვიყავით უკრაინაში ღვინის ფესტივალზე, ვიყავით ქართული ღვინის ფესტივალზე, მიწვეულები ვიყავით, ორ ქალაქში გქონდა გამოსვლები. და ეხლა ვუშაობთ ალბომზე, ალბომის გამოშვება. არ არის ეს ჩვენი დაფინანსებით არ მოხდა, ეს მეგობრული მხარდაჭერით უფრო არის ეს ალბომზე მუშაობა და ალბათ გაზაფხულის ბოლოს უკვე გამოვცეთ ალბომს. ჩვენ ანსამბლში რეპერტუარი სუფთა ფოლკი არის და რა თქმა უნდა შიგადაშიგ პოლიფონიური სიმღერები, აკაპელაც გვაქვს. გორმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა. ბევრჯერ განიცადა სახეცვლილება, ბევრჯერ შეიცვალა სტატუსი და დღეს როგორც თვითმმართველი ქალაქი და მხარის ადმინისტრაციული ცენტრი აგრძელებს ცხოვრებას. ვირს ხვეყანას გაუთენა
adi ganatiadi განათებას და შუქით ხატა შენი შვილის სიყვარულით პირზე ღიმი მოგემატა შენი შვილის სიყვარულით